მუშაობას. ხმაური იყო დღეს ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას საზოგადოების გაღიზიანება უმცირესობის წარმომადგენლის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რადგანაც მან დაცარიელებული სოფლები ახსენა და აღნიშნა, რომ პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნებით ინვესტიციები დაიკარგება და ეკონომიკა დაეცემა. მოგვიანებით ხმაურმა ქუჩაში გადაინაცვლა, სადაც დეპუტატს გარეთ შეკრებილმა ადამიანებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხებით დაუშინეს. აკაკი ბობოხიძემ ტერიტორია საპატრულო პოლიციის დახმარებით დატოვა. ყველგან, სადაც კი ჩემი სიტყვა რაღაცას ნიშნავდა. მე არ მინდა უბრალოდ ეს რაღაცა თავის ქებად ჩამეთვალოს. ბიძინა ივანიშვილს და მის მომხრეებს ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არასდროს არავისთვის არ უკადრებიათ მათთვის. მე დღეს რასაც არ ვხედავ, ეს არ ეკადრება პირველ რიგში ზუგდიდს და არ ეკადრება იმ ადამიანებს, ვინც ასე იქცევიან. მაგრამ მე მინდა დიდი მადლობა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც არიან წყნარად და ვინც არიან მშვიდად და ვისაც შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა. ესეთი ხალხმრავლობა მე მგონი არც ერთი საკონსტიტუციო განხილვის ხდომაზე არ ყოფილა. ძალიან ბევრი ადამიანი არის წარმოდგენილი დღევანდელ შეხვედრაზე და საკმაოდ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. შესაბამისად სამუშაო რეჟიმი ნაკლებად არის და რთულია კონკრეტულად მაგათი მოსაზრებების გაგება, რაც მიზანი არის და მთავარი მიზანი შეხვედრის არის, რომ ჩვენ მოვისმინოთ რას ფიქრობს საზოგადოება, მაგრამ დღეს უფრო ემოციების გამოვლენა იყო, ვიდრე მოსაზრებების დაფიქსირება. და ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი გამოეხმაურა დეპუტატი ხელისუფლებას დაგეგმილი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. გაბაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში საკუთარი მხარდამჭერების მასობრივი მობილიზაცია მოახდინა და კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვის პროცესი ჩაშალა. ყოველთ აღმაშფოთებელია, რომ იმის მაგივრად, რომ ზრუნავდეს ხელისუფლება იმაზე, რომ მოეწყოს ნორმალური ცივილიზებული განხილვა საკონსტიტუციო საკითხების, ახდენენ თავის მომხრეების მობილიზებას და ეს გააკეთეს სწორედ ზუგდიდში, იმისათვის, რომ სიტყვიერი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ ოპოზიციის წევრებს, აბსოლუტურად არანაირი საშუალება არავის არ მიეცა იქ ნორმალური მსჯელობის და ნორმალური დისკუსიისა. ეს ყველაფერი კეთდება ისევ გამწვავებისთვის, ისევ დაპირისპირებისთვის და ისევ იმისთვის, რომ განხორციელდეს ზეწოლა ოპოზიციაზე, მათ შორის ფიზიკური ზეწოლა. ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, იმიტომ რომ როგორც ჩანს ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ხელისუფლებაა და დაკავებული არის პროვოკაციების მოწყობით.